გოგონებო, რიგითო მოქალაქენო და არა მარტო, მოგესალმებათ დილის სამინისტრო. გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს, ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 11:15 წუთია და უკვე სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ დილის გადაცემა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქალაქ თბილისის მერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR Hub-ის ორგანიზებით გუშინ ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest-ი გაიმართა. Job Fest-ი ახალი შეძლება გახლავთ ახალგაზრდების დასაქმებისთვის და დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს. პირველად ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა სახელმწიფო და კერძო სექტორიდან 700-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინეს. ფესტივალი მიზნად ისახავდა დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას. სწორედ ამ ფესტივალზე ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი სტუმრები არიან ია ფხაკაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი და ანა ნავდარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია HR Hub-ის დამფუძნებელი. დიდი მადლობა მეგობრებო გადაცემაში სტუმრობისთვის. ია, მე მგონი უკვე სტაჟიანი ჩვენი თანამშრომელი გახდება, ეჭვი მაქვს მალე და ძალიან სასიამოვნოა მასთან საუბარი. ანაც HR Hub-ის წარმომადგენელია, ის ჩვენი სტუმარი ყოფილა და ვფიქრობ, რომ მომდევნო 20-25 წუთის განმავლობაში თქვენთვის ძალიან მშობლიური იქნება ჩვენი სტუდია და მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. როგორ დაიბადა ამ ყველაფრის იდეა? ანა, მოდით მოვუყვეთ ჩვენს მსმენელს და შემდეგ უკვე შევაფასოთ გუშინდელი დღე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. იდეა ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის შესახებ წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ HR Hub-ში ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაცია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან და ასევე ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებისთვის სპეციალური ვებგვერდი დასაქმების, რომელიც სპეციალურად ამ სეგმენტზე მუშაობს. ეს არის student.job.gr და იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარის პოზიციები ვიცით და რა მოთხოვნა აქვს თითოეულ მხარეს ჩვენთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი. დავინახეთ, რომ მოთხოვნა იყო იმის, რომ ჩატარებულიყო მასშტაბური ფესტივალი, სადაც პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებოდათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე დამსაქმებლებს და შეიქმნებოდა პრეცედენტი, რომ ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება ჩატარდებოდა ახალგაზრდების დასაქმების თემაზე და ეს ღონისძიება ჩატარდა გუშინ ვაკის პარკში 25 ივნისს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი შედგა და ფესტივალში მონაწილე ყველა ადამიანი იყო კმაყოფილი, როგორც ახალგაზრდები, ასევე დამსაქმებლები. ძალიან კარგი, მე ვიცით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდით ამ ფესტივალისთვის და ფაქტობრივად ძალიან ბევრი პარტნიორი მხარე ყავს ამ ფესტივალს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და თავისთავად თქვენ. გუშინ მშვენიერი ამინდი იყო იმისთვის, რომ ვაკის პარკში ადამიანები მოსულიყვნენ და ქონდათ შესაძლებლობა მომავალი სამსახური მოეძებნათ. ყველაზე უფრო მეტად, თქვათ, რა მიმართულებით იყო აქტივობა, ასე ვთქვათ, რა სურდათ ახალგაზრდებს და თავად დამსაქმებლებს და შემდეგ უკვე ვილაპარაკოთ, რამდენად მოძებნეს მათ ერთმანეთი, პრინციპში მიზანიც ალბათ ეს იყო, ხო? ეხ მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო ფესტივალში მონაწილე ყველა ორგანიზაციასა თუ კომპანიას. ეს იყო საქართველოს შრომის და ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, სპორტის სამინისტრო, განათლების სამინისტრო. ან პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანის კოორდინირებული მოქმედება იყო საჭირო, რომ მიუსულიყავით იმ შედეგამდე, რასაც გვია ფესტივალის წარმატებით ჩატარება. ასევე ჩვენ ამ ფესტივალს გამოარჩევდა ის, რომ გვქონდა წარმატების კუთხე, სადაც ახალგაზრდებს მოუწოდებდით, რომ მობრძანებულიყვნენ და მოისმინათ ისეთი საინტერესო თემები, როგორიც არის წარმატება, мотивация, მიზნები. ეს წარმატების კუთხის წარმოდგენი იყო პალიტრა მედია და პროექტი ლურჯი ოკეანე და აქ ძალიან საინტერესო სპიკერების გამოსვლები მოისმინეს ახალგაზრდებს. რა ხდებოდა აქ ახალგაზრდები რომ მივიდოდნენ, რამე ახალგაზრდები ხდებოდა განსაკუთრებული ინსპირაცია, შთაგონება თუ რა იყო რომ გითხრათ. ფესტივალის პროგრამა იყო თავისებურად მრავალფეროვანი. ფესტივალის ერთ ნაწილში იყო სივრცე, სადაც დამსაქმებლების და ახალგაზრდების კომუნიკაცია ხდებოდა, გასაუბრება, სივების დატოვება და ფესტივალის ერთ ნაწილში იყო წარმატების კუთხე, სადაც ისეთი საინტერესო სპიკერები მოიწვია ლურჯმა ოკეანემ, რომელიც ამ სივრცეს წარადგენდა, როგორც არის თორნიკე
ლენკე გურული მაგალითად კაბოტონი მარიკა დარჩია რომელიც ძალიან საინტერესო თემას ესაუბრებდა მათი თემა იყო მაგალითად წარმატების ბოქსი სადაც ესაუბრებოდნენ სტუდენტებს როგორ დაიწყონ ნულიდან და როგორ მიაღწიონ წარმატებას როგორ უნდა იმუშაონ პიროვნულ განვითარებაზე თვით განვითარებაზე აი ეს თემები ჩვენიერია რაც შეეხება წარმოადგენელი ვაკანსიების მრავალფეროვნებას აქაც შეინიშნებოდა ის რომ თითოეული დარგიდან თითქმის ყველა დარგიდან იყო ერთი კომპანია მაინც წარმოდგენილი და ვაკანსიების მრავალფეროვნება იქიდან გამომდინარე იყო რომ აი მაგალითად ტურიზმის მიმართულებიდან იყო ძალიან ბევრი ვაკანსია საფინანსო სფეროდან და მიეცათ ახალგაზრდებს შესაძლებლობა რომ სხვადასხვა კომპანიას ერთობლივად შეხვედროდნენ გარდა ამისა მინდა აღვნიშნო ისიც რომ ჩვენ სტუდენტს ჯობსზე წინასწარ გვქონდა შექმნილი სპეციალური კატეგორია Job Fest-ი სადაც წინასწარ განვეთავსეთ კომპანიების პროფაილები თუ თითოეული მათგანის ძირითადი საქმიანობა რა იყო თითოეული კომპანიის კონკურენტული უპირატესობა როგორც დამსაქმებლის ხორთან შედარებით და რა ვაკანსიები იყო წარმოდგენილი ასე რომ სტუდენტებს ერთი თვით ადრე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ვაკანსიებს და წინასწარ უკვე მათთვის საინტერესო კომპანიებთან მისულიყვნენ და გასაუბრებოდნენ. ძალიან კარგი. როგორ მოამზადა ეს ყველაფერი სოციალური მომსახურების სააგენტო მიამოდი თქვენ მოგიყევით და რამდენ კმაყოფილი ხართ გუშინდელი ღონისძიებით? პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმებით ყველა რადიო მსმენელს. ეს ფესტივალი ასე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ჩატარდა, ჩვენ ყველა ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ამას დაჭირდა ძალიან დიდი მომზადება. ერთი თვის განმავლობაში პრაქტიკულად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც პატივი ჰქონდა და მე და ანაც ვიყავით, რა თქმა უნდა, ჩართულები. ხდებოდა სისტემატიური ჩვენი შეკრება. ეს იქნებოდა ვაკის პარკის სივრცეში თუ სხვადასხვა ორგანიზაციებში მიდიოდა მსჯელობა დისკუსია რომ როგორი კუთხით წავსულიყავით დაუშვათ როგორ უკეთესი გამოსულიყო რა თქმა უნდა არ იყო დაუშვათ ისეთი დიდი დრო რომ ჩვენ კიდე ქონდა უკეთესი იდეები რომლის განხორციელება გვინდოდა მაგრამ ვერ მოხერხდა მაგრამ ვფიქრობთ რომ ეს იყო პილოტი რასაც ჩატარდა ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი რომელიც მუდმივად ყოველ წელს ჩატარდება და რა თქმა უნდა უკეთესი და უკეთეს სახეს მიიღებს. მაინც აქედან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი სირთულეები იყო, ვფიქრობ რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, იმიტომ რომ უკავშირი რომელიც მივიღეთ გუშინ ჩვენ დამსაქმებლისგან იყო ძალიან დადებითი, რაც ძალიან მოხარულები ვართ. თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავდა რომ ასეთი დონის ფესტივალზე არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა და აი კმაყოფილებას აი მოდიოდნენ და თვითონ გამოთქვამდნენ ჩვენს მიმართ. დამსაქმებელი იმასაც კი ამბობდა ეს ისეთი გარემოა რომ სამუშაო განწყობა საერთოდ არ იქნება ანუ განსართობი გარემო იყო სადაც პარალელურად მუშაობდნენ და ეს საინტერესო და გარდა მაგისა კიდე დავამატებდი რომ აი ასეთი მასშტაბური ღონისძიება რომელიც ჩატარდა ერთი პატარა ესეთი გაუგებრობა ინციდენტიც კი არ მომხდარა ისე კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული ჩვენ გვეხმარებოდა 50 მოხალისე რომელიც გამოყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ეს ბავშვები აი ძალიან მაღალ დონეზე ყველაფერი ორგანიზებულად ისე გააკეთეს რომ აი ლოკაცია შემოსვლა გასვლა თვითონ დამსაქმებლებთან მისვლა იყო ისე კარგად ორგანიზებული რომ აი თქვენც რო დასწრებოდეთ რა ვიცი აღვაღოთ თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ და მივიღეთ კომენტარები ისეთი როგორც არის მაგალითად ეს იყო ევროპული დონის ღონისძიება სადაც აი ყველაფერი ძალიან კარგად იყო გაწერილი ყველაფერი საათივით აწყობილი. ამიტომ ყველა მონაწილე ორგანიზაციას გვინდა რომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადოთ და მომზადოთ უკვე შემდეგი წლისთვის, რომელიც იქნება გაცილებით უფრო მასშტაბური, უფრო დიდი ხნით ადრე დავიწყებთ ჩვენს მომზადებას და ნახოთ. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ დავიწყეთ ახალგაზრდების დასაქმების საკითხის წინ წამოწევა და ჩვენ ამ საკითხზე კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ და უფრო საინტერესო ამბებს შევთავაზებთ მას. ძალიან კარგი. მოდით ვისაუბროთ სულ რამდენმა მონაწილემ მიიღო რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დამსაქმებელმა და თავად ახალგაზრდებმა ვთქვათ რა აქტივობით გამოირჩეოდა. 80-მა კომპანია მიიღო მონაწილეობა. რეგისტრაცია თვითონ Job Fest-ზე გაიარა 2400-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ, მაგრამ როგორც ახლა ჩვენი ვარაუდი ძალიან ძნელია დღეს უკვე ამის ასე სტატისტიკა რომ მოგახსენოთ დაზუსტებით, მაგრამ სადღაც 1500-მდე ახალგაზრდამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალში. თვითონ მე ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს დასათვლელი, ანალიზი გასაკეთებელი, მომავალ გადაცემაში შეიძლება უფრო ცალად ვისაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ რაც თავარია დამსაქმებლები ძალიან კმაყოფილები არა მარტო აი იმ გარემოთი, რომელიც
აღვნიშნეთ, არამედ იმით, რომ ძალიან ბევრი სივები შეაგროვეს ახალგაზრდებისგან, ეხლა დაიწყება მეორე ეტაპი. აი, სფერო იყო, ვთქვათ, უფრო დაწინაურებული დამსაქმებლები რა. იცით რა, ძალიან თითქმის ყველა სფერო დაწინაურებული იყო, ის კომპანიები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, მათთან არ ჩერდებოდა ნაკადი. იყვნენ წარმატებული კომპანიები მათ შორის. კი, იყვნენ, რა თქმა უნდა, იყვნენ წარმატებული კომპანიები, საფინანსო სფერო იყო, სხვათაშორის მაკდონალდთან იყო მუდმივად ძალიან დიდი ასე ვთქვათ და გაფორმებაც ჰქონდა მაკდონალდს ძალიან ლამაზი. კი, ბოლო დატოვა და ასევე აგროხაბი ძალიან ლამაზად იყო წარმოდგენილი, ლამაზად იყვნენ თან კომპანიები წარმოდგენილი, გაფორმება ჰქონდა ძალიან ლამაზი თავისი მაგეთის და თავისი ვცის. თვალის მომენტი ყოფილა. თანახაობრივადაც იყო, მინდა გითხრათ, ძალიან ლამაზი ეს ფესტივალი და ეს იყო ძალიან ეს გამორჩეული კიდე იყო იმით, რომ ჩვენთან ადამიანური რესურსების მართვის საკითხი თემა თანდათან უფრო აქტუალური ხდება და თითოეული კომპანია ცდილობს, რომ დახვეწოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის დამსაქმებლის ბრენდინგი, რომ სწორად მოხდეს კომპანიების პოზიციონირება ახალგაზრდების სეგმენტში, რომ რატოა საინტერესო დამსაქმებელი მაგალითად ესა თუ ის კომპანია. და კარგია ის, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში მათ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ის თუ რატო არიან ისინი კონკურენტულ უპირატესობაში, ვთქვათ, სხვასთან შედარებით და ვიზუალურადაც ყოფილიყო ეს სივრცეები გაფორმებული და ლამაზად მოწყობილი საფესტივალო სივრცეები. მე გული მწყდება რომ ხოლმე ახალგაზრდებისთვის არის ეს ფესტივალი. შუა ასაკის ადამიანებისთვის უნდა მოაწყოთ. თუმცა თქვენ ისიც რომ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი მუდმივად აწყობს ფორუმებს და მომავალში ალბათ უკვე სხვა სეგმენტზეც ითვლება გათვლილი, მაგრამ ეს არის რაღაც გამორჩეული, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ხო გითხარით, იყო ძალიან საინტერესო, მორთული, ლამაზი სივრცე და სანახაობრივად არაჩვეულებრივი ეს თვითონ აი როგორ გითხრათ აი გარემო ისეთი იყო რომ თვითონ მოქალაქეები რომლებიც ვაკის პარკში იმ მომენტში მოძრაობდნენ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რა ხდება რა სილამაზეა და ხო კითხვებს ვანებდნენ და თვითონაც უნდათ მონაწილეობის მიღება მაგრამ აქ სავალდებულო იყო რომ ვორქნეზე ყოფილიყვნენ რეგისტრირებული და გამოიწვია ცოტა შენიშნა ნამდვილად მივიღეთ რომ ჩვენთან იყო ასაკობრივი ზღვარი ანუ 18-დან 29 წლის ჩათვლით თუმცა უნდა ვთქვათ რომ ახალგაზრდები მოსახლეობის ყველაზე დიდ პროცენტში ადგენენ და ჩვენ აქცენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ მათზე გავაკეთეთ, თუმცა აი მოსახლეობის სააგენტო ალბათ გააგრძელებს სხვა კატეგორიის სეგმენტთანაც კომუნიკაციას. კი ბატონო, ჩვენ გავაგრძელოთ უკვე რეკლამის შემდეგ ამ თემებზე საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების გააქტიურებით ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქმნიან ხვალინდელ ჩვენს ქვეყანას, რომლებმაც რასაკვირველია, უნდა მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სამოქალაქო ღირებულებები და ფასეულობები უნდა შექმნან და პოლიტიკა უნდა მართონ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ამ ადამიანების გააქტიურება, დასაქმება. მოდით რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ უკვე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ მომდევნო 10 წუთის განმავლობაში და ასევე მე არ დაგავიწყდეთ რომ დღეს ორშაბათია და მაქვს კიდევ 30 ვაკანსია რომელიც ამ კვირაში აქტიურია და შეგეძლებათ რომ სწორედ ამ ვაკანსიებიდანაც მოძებნოთ თქვენი საქმე. დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. Galbatonebo da batonebo Rigito mokalakeno da aramardо მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მაღლაფერიძე გრძელდება დილის გადაცემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ია ფხაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია HR Hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი. ჩვენ საუბრობთ გუშინდელ Job Fest-ზე, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ვაკის პარკში. ეს არის პირველი ფესტივალი, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისთვის გაიმართა და მასში მონაწილეობა 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო 700-ზე მეტი ვაკანსია, რომელიც 80-მდე დამსაქმებელმა როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორიდან წარადგინა ახალგაზრდებისთვის. მე მინდა ვისაუბროთ მეგობრებო გამორჩეულ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე, რომლებმაც განსაკუთრებული ვთქვათ ემოციები აღძრა და ვფიქრობთ რომ ვთქვათ ამ ადამიანებს დასაქმების მეტი შანსი აქვს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ თავად დამსაქმებლებზეც ვთქვათ რა სურვილები იყო რომელიც თქვენ ძირითადად მიიღეთ.
მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ახალგაზრდა, ვინც მოვიდა გუშინ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე, Job Fest-ზე არის გამორჩეული, იმიტომ რომ მათ აქვთ მზაობა, мотивация და სურვილი, რომ დაიწყოთ კარიერა და ხშირ შემთხვევაში დაიწყონ კარიერა ნულიდან და მიაღწიონ წარმატებას და ეს ფესტივალი მათ ზუსტად აი ამ შესაძლებლობას აძლევდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ასაკობრივი სეგმენტი 18 წლიდან და დიდი რაოდენობა იყო ფესტივალზე მოსულების სტუდენტი, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს, მათ აქვთ უდიდესი мотивация, უზარმაზარი мотивация, რაც კომპანიების მხრიდანაც ფასდება და მათაც უნდა რომ კომპანიაში ყავდეს ახალგაზრდა კაპიტალი, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც განვითარდებიან კომპანიაში, გაიზრდებიან და თითოეული კომპანიის კორპორატიული კულტურის ნაწილი გახდებიან. ამიტომ აი ეს ფესტივალი ამ კუთხითაც იყო გამორჩეული, რომ თითოეული კომპანიისთვის ეს ახალგაზრდა კაპიტალი იყოს პირდაპირ წვდომადი და რადგან ძირითადად სტუდენტები მონაწილეობდნენ, თქვათ, ამდენად იყო გათვალისწინებული დამსაქმებლების მხრიდან, თქვათ, მათთვის მორგებული სამუშაო შეთავაზება იყო ეს ნახევარი განაკვეთი, თქვათ, ეგრეთ წოდებული თუ სრულ განაკვეთი. ზოგადად ძალიან რთულია რომ მოარგო გრაფიკი, იმიტომ რომ თითოეულ კომპანიას აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ ცდილობენ ადამიანურ რესურსის მართვის მენეჯერები, რომ ისეთი ვაკანსიები ყოფილიყო წარმოდგენილი ფესტივალზე, რომ სტუდენტების სეგმენტისთვის იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და საინტერესო. ასე რომ მრავალფეროვანი იყო წარმოდგენილი ვაკანსიები დროის მიხედვითაც, ზოგი იყო ნახევარი განაკვეთი, რადგან სტუდენტებს შეეძლოთ მუშაობის დაწყება და ზოგი იყო, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი full time, ასე ვთქვათ, რადგან თქვა 18-დან თქვა 24 წლის ზემოთ უკვე იყო კურსდამთავრებულები, მათ შორის მაგისტრები და მათთვის უკვე full time იყო შესაძლებელი რომ შეეთავაზებინათ. კი ბატონო, სრული განაკვეთი, მოდით თქვენ გვითხარით, თქვათ, რა რეკომენდაციები მიიღეთ თავად დამსაქმებლებისგან, იმიტომ რომ მათთან კომუნიკაცია, მათთან ურთიერთობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური სააგენტოს იმ დეპარტამენტის წარმომადგენელისთვის, რომელსაც დასაქმება არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. იცით, მე როგორც აღვნიშნე, დამსაქმებლების ვისაც მე ვესაუბრე, ყოველ შემთხვევაში გუშინ და მოვახერხე, ვეცადე რომ თითქმის ყველა დამსაქმებელს გავსაუბრებოდი ორი სიტყვით, იმიტომ რომ პრაქტიკულად ისეთი დაკავებული იყვნენ 4 საათის განმავლობაში, სულ გასაუბრებების პროცესი მიმდინარეობდა. ასე რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ფორმა, უკავშირის ფორმა, რომელსაც ვურიგებთ აუცილებლად ნებისმიერ ფორუმის დროს და ვავსებინებთ, რომ გავიგოთ მათი აზრი დამატებით და უშუალოდ თუ აი ის დეტალები ვიცოდეთ, რომ მომავალში გავითვალისწინოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დიდი ხანი ამას ვაკეთებთ და ბევრი რაღაცა გათვალისწინებული გვაქვს და ესე მოვედით აქამდე. ეხლაც, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ ვერ მოვასწარით ამ უკავშირის გადახედვა, ასე რომ ვთქვათ, რომ ზუსტად გითხრათ, მაგრამ ესე პირდაპირ საუბარში ვისთანაც მოვახერხე გასაუბრება, ყველა იყო ძალიან კმაყოფილი. აპლიკანტების რაოდენობით, თვითონ გარემოთი როგორც ვისაუბრეთ, რაც იყო თვითონ სივრცეში ძალიან ეცით მუსიკალურ იმაში მიდიოდა ფონის ქვეშ მიდიოდა მთლიანად ეს პროცესი და რა ვიცი უკმაყოფილება მე არავისგან ერთადერთი იყო თუ ვიტყვით უკმაყოფილებას ისიც არ არის ალბათ რომ სამუშაო დღეს არ ჩატარდა ფორუმი კვირა დღეს ჩატარდა და ზოგისთვის ცოტა ეს დისკომფორტი იყო ვინაიდან შეგიძლია სწორად იყო შერჩეული პირიქით რომ ხო ნუ თვითონ სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი იყო მაგრამ ნუ ხა დამსაქმებლების ურჩევნიათ რომ სამუშაო დღეს იყოს ხო დასაკვირველია თუმცა ეს აი მინიმალური შემილია აღნიშნო დანარჩენი მე მგონი აი კარგად რომ გავეცნობი კიდე მიუკვაში რომელიც დავარიგეთ უკვე ესეთ კაპასუხებს ესე იგი მაქსიმალურად შეეცადეთ რომ ესეთი სივრცე ყოფილიყო რომელიც რაღაცნაირად აი ნერვიულ ასე ვთქვათ ფონს რომელიც თან ახლავს ხოლმე სამსახურის ძიების პროცესს გამკლავებოდით და პირიქით საბეჭდება შეგექმნათ რომ ეს იყო რაღაცნაირად მართლა ფესტივალი მთელი თავისი ნიუანსებით მე მინდა ვისაუბრო ვთქვათ გენდერულ ჭრილში სტუდენტები რომლებიც მოდიოდნენ უფრო ვთქვათ გოგოები იყვნენ თუ ბიჭები და რა მიმართულებებით ვთქვათ რომ შეატყვეთ ვთქვათ მიდიოდნენ ეს ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნეთ რომ ერთ-ერთი ვთქვათ წარმატებული კომპანიის ასე ვთქვათ სივრცეში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო კი ბატონო გავაგრძელებ სივრცის შერჩევის თემით ყველა აღნიშნავდა რომ სწორად იყო შერჩეული ვაკის პარკის ტერიტორია საფესტივალოდ იმიტომ რომ
სეგმენტი იყო მოწეული ახალგაზრდები და შესაბამისად მათი განწყობა არის ის, რომ არა სადღაც შენობაში ჩაკეტილ სივრცეში ჩატარდეს ეს შეხვედრები, არამედ ძალიან ახალგაზრდულ გარემოში, ღია სივრცეში, სადაც თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ და ყველა კომპანიასთან მისვლის და დასაუბრების, რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, ასე ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რომ თანაბარი, იმიტომ რომ ორივე გოგონებიც და ბიჭებიც იყვნენ წარმოდგენილი ფესტივალზე, იმას აკოპრივ სეგმენტში, რომელიც დავასახელეთ 18-დან 29 წლის ჩათვლით. ძალიან კარგი და უკვე ფიქრობთ მომავალ ფესტივალზე? ეს უკვე ბრენდია. იმხელა мотиваცია გვაქვს უკვე წამსული შეფასებებიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად ადრე დავიწყებთ ფესტივალისთვის მზადებას. მინიმუმ 3 თვით ადრე დავიწყებთ და ბევრად უკეთეს გავაკეთებთ. ამისთვის მოსამზადებლად და არ ვიცი. რასთავარია მხარდაჭერა გვაქვს იმ ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების, რაც ჩვენთვის არის უდიდესი მნიშვნელობის და ეს კიდევ ყველა ეს ფაქტორი გვაძლევს мотиваციას, რომ ჩვენ ჩავატაროთ ახალგაზრდების დასაქმების. მე მგონი მომავალში მთელ ვაკის პარს დავიყვაგისებს დავიკარეთ. კი ბატონო. ძალიან კარგი, მე წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა, კერძო სექტორის თანადგომა, ახალგაზრდების დასაქმება, კიდევ ამბობ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე მიხარია, რომ ეს გამოწვევები მხოლოდ ვთქვათ, გამოწვევად არჩება და აქცენტები არ კეთდება ხოლმე, როგორც წესი, როგორც ეს გვჩვევია საზოგადოებას წინა საარჩევნო კამპანიის დროს. საქმე და კვლავ საქმე ალბათ ყველაზე მეტად ჭირდება ხა ჩვენს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს, რომელიც ევროპის ნაწილია, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, რომელიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობს და იმაზე, რომ რაღაცნაირად მეტად მოხდეს ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არის ძალიან მე მგონი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვნად განსახორციელებელი. მიხარია ია თქვენი мотиваცია, რომ მიუხედავად City Park-ის საკითხის რომელმაც მანქანა წაგართვათ დღის ბოლოს მაინც აქტიურად მუშაობთ და მაინც ცდილობთ რომ მომავალი ფესტივალი კიდევ უფრო უკეთესი იყოს. ია მახარებს თქვენი დამოკიდებულება როგორც ახალგაზრდა ადამიანის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელის და წარმომადგენელის, რომ ცდილობთ რომ მაქსიმალურად ჩართული იყვნენ ადამიანები და აკეთონ საქმე და თან მიიღონ გასამრჯელო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამეთანხმებით. მადლობა თიკოს, რომელმაც 3 საათიანი კომუნიკაცია უზრუნველყო ჩვენი და ვიდრე დავემშვიდობებით ერთმანეთს ტრადიციულად ახალი ვაკანსიები, ამ კვირაში ესაჭიროებათ კონსულტანტი, ასევე დამლაგებელი ფსიქიატრი, ოტარინოლოგი, ნევროპათოლოგი, ქირურგი, ნარკოლოგი, დამხმარე დამლაგებელი სამკერვალოში, ლატვიური ენის თარჯიმანი, მხაზველი, ასევე გაყიდვების აგენტი, დიზაინერი, ფართოფორმატიანი ბეჭდვის ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერი, დასუფთავების სპეციალისტი, დამლაგებელი, ლიტვური ენის თარჯიმანი, ესტონური ენის თარჯიმანი, მეხინკლე მზარეული, ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ცხელი კერძების მზარეული, კურიერი, შემფუთველი, ქალის ტანსაცმლის მკერავი, მოლარე, კონსულტანტი და დაცვის თანამშრომელი. თქვენ შეგიძლიათ დარეკო ტელეფონის ნომერზე 295 78 95, ვიმეორებ 295 78 95 და გითხრათ თქვენთვის მისაღები ვაკანსია, დაგვიტოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური. კონკრეტული ვაკანსიების ენახავად კი ეწვიეთ ვებ პლატფორმა worknet.gov.gis. ამით იდის გადაცემა დასრულებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ია ფხაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია HR Hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი. მე 4 შაბათს შემოგიერთებით, ხვალ კი დილის 8 საათზე ნინო მეუნარგია გიმასპინძლებთ. ნახვამდის. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა დემოკრატიული საქართველოსთვის.